პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული და მისი მეგობრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მფარველობით სარგებლობენ, აცხადებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ოფისში. რაულ თავართქილაძის ინფორმაციით ეს არის ზონდერ დაჯგუფება, რომელსაც მოქმედი ხელისუფლების წევრები სხვადასხვა დავალების შესასრულებლად იყენებენ. პარტიის წევრები განმარტავენ, რომ აღნიშნულმა დაჯგუფებამ მკვლელობაში ბრალდებულის ხელმძღვანელობით ორჯერ სცემა პოლიციელი, თუმცა მხოლოდ ჯარიმის გადახდა დაეკისრა. რაულ თავართქილაძის ცნობით ასევე სასტიკად იყო ნაცემი ღამის კლუბში გარდაცვლილი პოლიციელი. იგივე დაჯგუფება გაუსწორდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტსაც ლევან ტეტემაძეს. ოპოზიციონერები სამართალდამცველ ორგანოებს დანაშაულის დროული და ობიექტური გამოძიებისა და მოქალაქეების კრიმინალური დაჯგუფებებისგან დაცვისკენ მოუწოდებენ. ჯერ კიდევ ზაფხულში აღნიშნულმა კრიმინალური ჯგუფის წევრებმა პუშკინის ქუჩაზე სასტიკად ცემეს მეხუთე განყოფილების პოლიციელი. შემდეგ რამოდენიმე ხნის შემდეგ ისინი სადარბაზოსთან დახვდნენ ჩვენ აქტივისტ ლევან ტეტემაძეს, რომელიც თავის მცირეწლოვაშვილთან ერთად იმყოფებოდა და სასტიკად ცემეს, რომელიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ამის შემდეგ კიდე რამოდენიმე ხნის შემდეგ მათ თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული პოლიციელი ცემეს და ეს აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ისინი 2000 ლარის ეს პიროვნება და მასთან თანხლები პირები 2000 ლარის სანაცვლოდ იქნენ გათავისუფლებული.